საათია დიმა? 11:26 ზუსტად. ზუსტად. მოგესალმები დიმამშვიდობი. როგორ ხარ? კარგად, მადლობა. პირველ რიგში მოიცა ისე დავიწყებ. გუშინ დიმას ნათიას დაბადების დღე იყო და საჯაროდ გილოცავ. დღეს ჩვენი სალომეს მართას დაბადების დღეა და ასე საჯაროდ გილოცავ. რა გინდა? არა, ჩაკვარაცხელია, ორი გოლი გაიტანა, ულოცავ. არა. ოფიციალურად გახდა ჩემპიონი. და ულოცავ და საერთოდ გილოცავთ ყველაფერს. მილოცებს ვიღებ ფასიანია, გამოუშვით. 20 ლარი. ამოდი დავიწყოთ. მოდი, რისი ჩემპიონი გახდა? ხუჩა არ ვიცი, გამოვტოვე გუშინ ძალიან. ხუჩა რის ჩემპიონი გახდა? სამეგრელოს. სამეგრელოს ჩემპიონი და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა უკვე ვიხანე, მაგრამ გუშინ ოფიციალურად. და ბოლო თამაში ორი გოლი გაიტანა და ლიგის ფინალისტის ვებზადებით ეხლა სრულიად საქართველოს. ანუ დღეს შენ გადაცემაში ამაზე ილაპარაკებს. კი, ალბათ. და ეს ბიჭი საოცრებებს ახთენს და კიდე წინ არა, ეხლა გუშინ ეს თამაშობდა, ხო იცი, ესე იყო რა. მოდუნებული იყო მოშობილი. მაგარი, კარგი, სანამ რამეზე კონკრეტულზე ვილაპარაკებთ, მე ჩვენს მაყურებელს აუცილებლად უნდა შევახსენო, რომ ჩვენ გვყავს სპონსორი. ახლა ყურადღება მინდა გადავიდეს ჩვენს მაგიდაზე და გითხრათ, რომ ჩვენი სპონსორია მეგობრებო, მეღვინეობა შილდა, როდესაც ასაკი ნიშნავს ხარისხს. სლოგანი გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ რუსთაველის ხაზის ღვინეები დაყენებულია ძველ ასაკიან ვენახში მოწეული ყურძნისგან, რაც დადებითად აისახება ღვინის ხარისხზე. ჩვენთან წარმოდგენილია რუსთაველის ქვევრის საფერავი, ქვევრის ქისი და ღვინო სამი ქვევრის. ასე რომ თუ კი გადაწყვეტთ, რომ რამე აღნიშნოთ, მაგალითად შენ შეიძინეთ ეს კარგი ღვინო. ქართული ღვინო არის მე ყველას ძალიან მაგრად მიყვარს და ცოტა ზედმეტი მომივიდა გუშინ. კი, სხვათა შორის შენ დიდი ხანი არ დაგილებია, ხო? მე ზოგადად ვერიდები. რატო ინასვერტო ხალხმა? უფრო ღვინოს სპირტზე აღარ სპირტიანს ნაკლებად, იმიტომ რომ რაღაც შაქრის პრობლემები რო არის, ცოტა ღვინო, თითო ცოტაო და ცოტა ვისთვის როგორ არის ახლა. მაგრამ მე მინდა გითხრა, რომ ძალიან მოგიხდა პირობითად ის ცხოვრების წესი, რომელიც გაიძულა შენმა რეზისტენტობა შაქრის მიმართ. დედას გეფცები ძალიან კარგად გამოიყურები. თუ შეიძლება კომპენსაცია იყოს რამის. და ის სხივები. ეხლა რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, სულ რამდენიმე დღეში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება ანრი ჯოხაძის კონცერტი 26-ში კონკრეტულად. დარწმუნებული ვარ, რომ კონცერტი ჩაივლის ანშლაგით, იმაზე მეტი ხალხი მივა, ვიდრე ვთქვათ ჩვენ წარმოგვიდგენია. ვიდრე ეტევა, ხო, და წარმოგვიდგენია კიდეც. და სწორედ ამ კონცერტზე აუცილებლად ვისაუბრებ ცალკე, მაგრამ ეხლა მე მინდა დავპატიჟო სტუდიაში ის ორი ახალგაზრდა, ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ისინი აღარ არიან ბავშვები, მეგობრები, მომღერლები, რომელიც კონცერტზეც ისაუბრებენ თავიანთ კარიერაზე, მეგობრობაზე და ყველაფერზე. ერთად მე მინდა სტუდიაში დავპატიჟო ნიკოლოს ხარატი და ოლთო ბაზარაშვილი. სალამი. ესე ტელევიზორში უყურებდი სვამადა, მაგრამ მინდოდა პირადად მამათი გახსოვდა. გამარჯობა, მოგესალმებით. როგორ ხარ? კარგად, მადლობა. თქვენ როგორ ხართ? ნიჭიერება და ძალიან კარგები. უყურეთ ხიჩას გუშინ. კი, უყურე ძალიან მაგარი გოლები გაიტანა ხუჩამ. მაგარია რა. კი. ესე იგი, სოციალური ქსელი იტყუება დღეს მედილიდან, მეგონა რომ ნიკოლოს ხარატის დაბადების დღეა, რატომ გაქვთ არასწორი მონაცემი შეყვანილი სოციალურ ქსელში? ბალდიოდის საჩუქარზე შევიარე. პატარა რო ვიყავი, ოღონდ გავეკეთებინა ეს სოციალური ქსელი და ყველაფერს დავაჭირე და ეს სოციალური ქსელი მაგარია, რომელიც გინდა საწყე შეგირა ყოველდღე ალოცინო ხალხს. გეუბნები ვინერვიული, დილას მეთქი ვუსაჩუქროთ როგორ გიგე ნიკოლოს. მაინც გილოცავთ. როდის აგაკ ისე? 10 ნოემბერს. ამ 10-ით მოგივარ, მაგრამ ეხლა მაინც გილოცავ, შენს გილოცავ. შენს, ყველა. დღეს ამ მილოცვას მიიღებ დარწმუნებული. მაგრამ მოდი სანამ კონკრეტულ თემაზე, ან კონცერტზე, ან თქვენ კონცერტებზე, ან მეგობრობაზე ვილაპარაკებთ, მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. მართლა პატარები იყავით, როდესაც ერთ დღეს გახდით ჩვეულებრივი ვარსკვლავები, ხო? ქუჩაში გასვლაც აღარ არის საჭირო, დღეს უკვე სახლში შეიძლება გახდე ვარსკვლავი. როგორი იყო ეს პირველი თქვენი ვარსკვლავობა შეგრძნების დონეზე, ნიკოლოზი, რომელი დაიწყებთ? ჩვენი პირველი ნაბიჯები მოკლედ ძალიან გაგვიჭირდა შეჩვევა. მართლა? მოკლედ, რადგან რანინაში პირველად როცა ვიმღერეთ ფინალში, ნახევარფინალში, ისეთი ნახვები დააგროვა ამ სიმღერებმა, რომ ჩვენც არ გვჯეროდა. და გარეთ რომ გავდიოდით, ხალხი გვეხუტებოდა, ხალხი გვილოცავდა, მერე შემდეგ ევროვიზიაზე წავედით, ევროვიზიაზეც ხალხმა უფრო დაგვიჭირა მხარი და
თან პატარები ვიყავით, პირველი ნაბიჯები იყო ეს ჩვენი ესე მაღალ ნახვებიანი ვიდეოების და ცოტა გაგვიჭირდა შეჩვევა, მაგრამ მადლობა ხალხს რომ ეს უპროგნოზოდ მოხდა რა ეს როგორც ის ხოხებს გავარდა. თან იცი ახლა თან პატარა ასაკში უფრო ძნელი არის რა. ეხა ეგა მე მაგალითად მახსოვს 98 იყო ლიგის პირველი ფინალი რო წავიყვანე და იმავე ღამეს რო გავედი გარეთ რაღაც ჯიხურთან გავჩერე და უკვე რაღაცა პირველ ვარსკვლავში მეორე დღიდან არა ისწრება ცხოვრება იგე ბევრი განდებითი თვისებაც აქვს კი და უარყოფით დროს არის შეგიძლია ისე მოიქცე როგორც სხვა დროს იქცეოდი მე არ მოგეთქვით მეგობრებო არანაირი ზედმეტი ვალდებულება არ აკიდოთ თქვენ თავს მე მაგალითად ზუსტად ისე ვიქცევი აქ როგორც ვიქცევი გარეთ სახლში და იმის იგით თავარია იყოთ მართლები და არ გწვენოდეთ თქვენი თავის რეალიზების მაგრამ იმის შემდეგ ბევრი წელი გავიდა დღეს უკვე მართლა ძალიან მარტივია რაღაცა ისეთი გააკეთო უცებ გახდე პოპულარული მაგრამ ძალიან რთულია შენარჩუნება თქვენ შეინარჩუნეთ როგორც პოპულარობა ასევე მეგობრობა და სულ წინ მიდიხართ როგორ მოახერხეთ ეს ნუ რა თქმა უნდა ეს არის ედულების და რა ვიცი როგორ გითხრათ ერთმანეთის პულის დამსახურება იმიტომ რომ მე რო თუ გავიცანი არა მარტო თუ ბავშვები ყველა ნუ თუ განსაკუთრებულად იმიტომ რომ მე და სულ რაღაცა ერთნაირი რაღაცები მოგწონდა ზოგადად განსხვავებული ბავშვი იყო იმიტომ რომ იყო და ცხილკედელობა რაღაცა მავნებლობა ჯერ ეხაც მე ეხაც ხაივავნებელი ცოტა დავჭიდი ხო და არა შენ გეტყობა დაგირბის ცოტა ეს უფრო მინჯი ჩანს ცოტა იმიტომ აბალანსებენ მეგობრობაშიც ერთმანეთს ხო და მოკლედ რო გავისანიოთო აი რაღაცა პონის ეგზნება გამიჩნდა რომ აი მე დივშევნერი ის ბავშვი იყო იმეთი არავინ არ არის სულ კაცებთან და იმასთან მეგობრობდი და დივშევნერი გავიცანი და მოკლედ დაიწყო ჩვენი მერე კურიოზები რა არ ვქენი რამდენი წელია ერთად მოდიხართ უკვე მე-4 წელი დაიწყო მე მგონი დიდი გამოცდა უკვე ჩაბარებული გაქვთ კონკურსები და ასე შემდეგ აი საერთო ინტერესები რა გაქვთ აი კინოფეგურტი თევზაობა ნადირობა თევზაობა მანქანის და აი აბსოლუტურად ყველაფერი რაც კი არსებობს აი ხა რამდენი წლის ხარ რა ნადირობა და მანქანის როცა ნადირობა და მანქანის ნადირობა კომპიუტერში კაცო თევზაობა დადი ხარ თევზაობთ მოიცა ნადირობა დაგიჭერია და ეხლა ერთი წამი მართლა ნადირობა ნადირობაზე გავდივარ ხოლმე თევზაობის და მე თევზების გაყრები ხო ეს თევზი ამხელა დაგიჭერია ამხელა მაგრამ ამხელა ყავს დაჭერილი სინამდვილეში ანკესით ანკესით კი სპორტული თევზაობა აი რას ლაპარაკობ და მე უკანუშებ იმ თევზს რა ხან უკან ხან ტურნირებზე უკანუშებთ ხოლმე მაგრამ ჩემთვის რო თევზაობ ხოლმე მაშინ შეიძლება ცოტა დავიჭირო ცოტა გავუშვათ მაგრამ 100 ცალი რო დავიჭირო და 100 ცალი წამოვიყვანოთ ყველმა გადავყარო თევზი და რატო გამრავლდეს რამდენი გჭირდება კი რამდენი ცალი საჭირო აი ძალიან ბევრი ჰობი გვაქვს რა ნუ პრინციპში ტაფარაზომიც გაქვს სახლში ალბათ იმას ხედვით თევზი მოდის მე ისე არ მიყვარს თევზი მაგრამ მამა ჩემს უყვარს ძალიან დედა ჩემს და შვილის მიტანილი თევზი შვილი კარგად მღერის თან კონცერტებით არ მუშაობს თან ოჯახში თევზი მოაქვს საინტერესო ეს არის სადაც სატარდება ხოლმე ბაზალეთის ტბაზე, ჯანდარაზე და თბილისის ზღვაზე და ესეთ იმებზე, რა ქვია, სადაც შეიძლება ფინელი თევზი. მე სხვათა შორის მიყვარს ეს ტურნირები, იმიტომ რომ იქ ჩვენ ცნობიერებაც მაღლდება თევზს. სხვანაირად ვიწყებთ თევზის ახლა. სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს თევზზე და დამოკიდებულება გვეცლება მომწონს. გადავუბრუნდეთ ახლა ფლორა ფაუნიდან გადავიდეთ აი მაინტერესებს ცალკე და მოუსცენარი რა ხარ აი თევზაობის დროს როგორი ინარჩუნე. მე ხელით იჭერს ალბათ, რა ვიცი. აი ხო რაღაც სიმშვიდე ჭირდება ამ პროცესში. მოკლედ შეგვიძლია აი კონცენტრირდები ნაგუმებში ვარტო. ამ მოყალის მომენტში ისე ერთევა ჩემი ცირკული ძალები. მაგრამ ჩემი აზრით ხო დაუბრუნდეთ ისევ სიმღერას, რაც არ უნდა ხულიგანი იყო და მართლა ხარ და ეს არის ძალიან კარგი. ხო კარგია რომ ხულიგანი. სცენაზე სადაც მე მინახი ხარ პირადად, ხარ კონცენტრირებული დიდი კაცი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებულია იმაზე, რომ ის დავალება, რომელიც იმ წუთას მას აქვს, შეასრულოს ხუთიაზე. ეს გეხებათ ორივეს. აი ეს დისციპლინა, რაზეა დამოკიდებული, ვინ გაგზავნათ ასე, თუ თქვენ გძნობთ პასუხისგებლობას უკვე აუდიტორიის წინაშე. დედება გაგზარდეს ესე. კარგი დედები ყავთ. დედებს მადლობა, რომ ესეთი დისციპლინა გვასწავლეს, ესეთი პასუხისგებლობა გვასწავლეს ყველაფერზე, რადგან სცენაზე რო ავდივართ, აი სხვანაირი ენერგიით ავდივართ, იქ უკვე ეს ცელქობა და რაღაცა, გვერდზე გადავდებთ და კონცენტრირებული ვართ იმაზე, რა ქვია, სიმღერაზე და სხვა არაფერზე, რადგან სიმღერა არის ჩვენი, სიმღერის გარეშე ჩემი ცხოვრება არ წარმომიდგენია
და მაგალითად ანრისთან რომ ეხა ფილარმონიაში რო ვიმღერეთ, მანამდეც რომ მღეროდით. აი კადრები გადის პარალელურად. კი, კადრები გადის პარალელურად და ფანტასტიკა. მოკლედ ძალიან პასუხისგებლობაა, რადგან მით უმეტეს ანრისთან ესე მაგარ მომღერალთან ერთად რომ მღერი ხარ, ცელქობა იქ მართლა წარმოუდგენელია, რადგან ანრია. არც მეტი და არც ნაკლები, მაგრამ აი ანრის არაკალებს მაგ ცელქობებს შენუგეში. ანრი ყველაზე დიდი ცელქია, ვისაც მე ვიცი. ისეთი მომენტი არის, ხა ამდენი ხალხი რო გიყურებს შენ და შენ იმეზე რო არის და შენ რო გისმის და შენ უნდა გაახარო და შენ რო უნდა გააბედნიერო, ეს იხელ პასუხისგებლობაა, რომ თვითონ ნამუსი ვერ მოგცეს იმის საშუალებას რომ იცელო. აი მაქსიმალურად უნდა კონცენტრირდეს იმაზე რომ გამოვიდეს უმაღლესი და აი ასე უნდა ხარ. დამზად გამოგდით უმაღლესი. ეს ადგილია ის რაც ცელქობას ვერ ვავარენ. იმიტომ ხარ ძალიან კარგი სცენაზე, მაგრამ თქვენ ორივეს გაქვთ სიმღერის დროს თქვენ გამოდის რაღაც დიდი გამოცდილება, რაც ბავშვებში წესით არ არის ხოლმე, იმიტომ რომ ამას სჭირდება მართლა დრო, თქვათ რაღაცა ბევრი ტკივილის ნახვა, ან რაღაც ბევრი სიხარული სჭირდება. გამოცდილება რომ ეს ემოცია ისე იმღეროთ როგორც თქვენ. რანაირად შვებით ამას? რა ვიცი, აი ესე როგორ ვიტყვი, მე მაგვაჩუქა ეს ისე ალბათ. პირველ რიგში აი ესე ახდება არ ნერვიულობ სიმღერის დროს რა. ბევრ კონცერტზე როგორც მაგიტო აღარ ნერვიულობ. ერთადერთი რასაც სიმღერას უსლის ხელს, ეს არის ნერვიულობა. აი ეს არის პირველ ადგილზე. როგორც კი ბავშვი ან მომღერალი ან ახალგაზრდა დიდი როგორც კი ნერვიულობ, აი ეგრევე ყველაფერი ხმაც სხვა იმაზე მიდის, მოტივზე მიდის, შენი ქცევას დახასიათებით სხვა იმაზე მიდის, რა ქვია. და ანუ სხვა შედეგი გინდა რომ დადო და სხვა შედეგი იდება ნერვიულობის გამო და ჩვენ არ ნერვიულობთ რავი სახში გონია თავი როდესაც სერაჟი ხა უკმაყოფილოები თქვენი სიმღერით აი მართლა რომ არ მოგწონს აი თქვა რაღაცა მე რეგინახავთ და აი არ მოგწონს კი კაცო ამინჯერაც კი ხო არა მე პირადად აი თქვენი სიმღერა ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე მანქანაში ჩართული და თუნდაც დიდ გზაზე მიწევს გზავრობა უდიდეს სიამოვნებას ვიღებ მაგრამ ეს დავუმატებ ეს სცენაზე სიმღერული ზომიერად მეთხელ მომივიდა რომ ძალიან გავგიზი ხაიმე გამიხარ და თან პირველი დიდი კონცერტი იყო მაგას ანუ შაგივარდა მარტივად დიდი ხალხი ხო და დაახლოებით და ბევრი ხალხი იდგა და მე გავგიზდიო დავიწყე და აი ეს ბედნიერებაში და იმაში ცირკოვაში და გამეპარა რა ნოტი და აი მაგის პერეს ზომიერად და ანუ ისწავლე კარგად. ხო და ხალხს სჭირდება წლები რომ მიაღწიონ ამას რაც ხოლმე ჯაჯოს კითხვას დავსვავ. კი, ბევრჯერ. ოღონდ აი პატარა რაღაცებზე შეიძლება ის ავკამათით, მაგრამ მეორე წამს ისევ ერთად ვართ და ბოღმას არ იტოვებთ გულში. კი, არა. აი გავსავარი. პუნქტუალობის სამბავშვო. იმიტომ რომ ვეჭვიანობ, რომ ის ჩემაზე რატო არ არის. სასამართლოები ხარ მართლა. კარგი, ახლა მოდი გადავიდეთ, დრო არ გაგვექცეს 26 მაისის კონცერტზე. დარწმუნებული ვარ, უკვე თქვენი რეჟიმი ძალიან დაძაბულია, დატვირთულია. და რელვაც ალბათ თან ახლავს, იმიტომ რომ ფილარმონიაშია ისო კონცერტი, ძალიან დიდია ეს სცენა მომღერლისთვის. თქვენ ხე როგორ მიდის მზადება? აი მზადება მიდის ძალიან კარგად. ფილარმონიაში არაერთხელ გვიმღერია, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლო კონცერტია. 26 მაისს საქართველოს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს, მით უმეტეს დამოუკიდებლობის დღეს გვაქვს. და გადაივსება მთელი ფილარმონია და აი მთელი შემართებით, მთელი მაქსიმუმს დავდებს რაღაც შეუძლია და ხალხაუცილებლად. რა კარგი. რეჟიმი როგორ არის? ყოველ დღე გაქვთ რეპეტიციები თუ ჯერ პრინციპში ახლო არის უკვე? 18 რაღაცა სურპრიზები გვქონდა, ცოტა ვამუშავებთ და არ გეტყვით რა რამე. კარგია, ანუ რაღაცა ხალხალ 26-ში ნახოთ. ნომრებს ვიხილავთ. რაღაცა მაინც ისე მაინც თქვი დაახლოებით. აი არ თქვა. ანუ ერთი რაც შემილია წარმოვიდგინო, ანრი მარტო არ იქნება სცენაზე, არც თქვენ არ იქნებით მხოლოდ წარმოდგენილი თქვა ანრის მეგობრებიდან, ალბათ იქნება დუეტები, ბევრი ძალიან კარგი მომღერალი იქნება და ახალი სიურპრიზი გვაქვს. და თქვენ გაქვთ კონკრეტულად სიურპრიზი თუ სხვა შეიძლება. ეხლა ნუ რა ხმა შეეხება. ჩვენ ხმას ეხლა ჩვენ ბავშვური ხმით ვეღარ გამოვა. სხვა იმითი კარგი რა რა საინტერესო. თავი გადაიყასე? მე ნუ რა გავაკეთე. არა, ხო გქონდა თვები? კი. ეხლა გადავიყარე. ზაფხულში ცხელა. ზაფხულში ცხელა რა თქმა უნდა. ძალიან გიხდება. ხმას მინდა დაუბრუნდე. რამდენი წლის ხართ ახლა? 14 წლის ვარ. თქვენ ცხოვრებაში ახლა დადგება ასაკი, როდესაც თქვენი ხმა სხვანაირად დაიწყებს ღერას, ხო? იოგები გადაეწყობა და ასე შემდეგ. უკვე პრობლემა. მაგრამ
ესე ზომიერად ანუ ესე არ ვღერით რა აი სულ და რაღაცა შეიძლება ხო დაწყება ძალიან რთულად არ გადაგვაქვს რადგან ხმას რო უფრთხილდებით და რაღაცა ხმას აქეთ გვიწყობს ხელს და ისე მაგ დროს დგება ხოლმე მომენტი რაღაცა ი ოპერისკენად შეიძლება რომ ვინმე წავიდეს ხო რაღაცა არის ხო შეიძლება აი ბანი გახდეს და უცებ ხმა რო დაუждდება შეიძლება უცებ ოპერის მომღერალი პირველი ხმა გახდეს მაგრამ აი მე მაგალითად მეორე ხმა ვარ ნიკოლოზიც მეორე ხმაა და აი ეხა უფრთხილდებით ხმას და ეხა დაგვიჯდა ხმა და რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს თქვენი პაუზა თქვა პაუზა არ არის 2 წელი ზოგი გრძელდება 18 წლამდე ზოგი გრძელდება შეიძლება 20 წლამდე გაგრძელდეს ზოგი შეიძლება 16 ანუ ვინც არ უფრთხილდება უპროგნოზო ისაა რა ქვია რა ესეც უპროგნოზოა ბიჭო კი აი ეს ვერ დაადგენს ანუ ვერს ექიმი ვერ დაადგენს რომ რამდენ ხანში შეიძლება შენ ხმა იგივე იმ დღეს დაგიგუგლის ეს ვერ და შენ იგზნობ შენ თვითონ აი მე იცი ჩვენ როგორ მოგვივიდა ერთი დღე იყო დავიხდეთ გავიხდეთ და ვსო ხო ეს ორივეს ერთად დაგემართა ესეთი არა იცი ანუ ერთ პერიოდში რა დავიძინეთ გავიხდეთ და ხმასო შეიცვალა ერთ დღეში ანუ ეს პერიოდული კი არა რომ რაღაცა გააგრძელო ერთ დღეში ეგრევე შეგეცვლება და თქვა მზად ხართ რომ ეს გაგრძელდეს რა დაწყებულიყო ძალიან დროს სიმღერა მოგენატრებათ და თან ეს დავამატებ რომ ზოგადად ბევრი კომენტარები იწერება ხოლმე მომღერლებთან რომ სიმღერა არ შეიძლება უნდა გააჩეროთ დააცუროთ არ არის ეს სწორი ხმის გაჩერება ამ პერიოდში ამდენი ხნით არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმიტომ რომ შეიძლება დაკარგო ტემბრი შეიძლება დაკარგო სიმღერის მანერა უნდა იმღერო ოღონ ზომიერად ის კი არა ყოველდღე და ყოველკვირა და ანუ ზომიერად თქვა ვინც აკონტროლებს შენს კი დავდივართ ხოლმე ფონიათთან ფონია ხო კი დავდივართ ხოლმე შიგადაშიგ რა და გინიშნავთ ხოლმე რაღაცა განსაკუთრებულ რეჟიმს მაგალითად ნაკლებად ლაპარაკს კი აი წმენდას გვიტარებს რომ ხმა გაიწმინოს და ნუ პერიოდულად დავდივართ რა გაქვთ რამე კონცერტის წინ თქვათ რაღაცა ხრიკები რითიც შეიძლება არა მასეთი რაღაცები არა აი რეკლამაზე შეიძლება ანუ ხმის დამამშვიდებელი შეიძლება არსებობს ხო რა თქმა უნდა დედა რამხელა გამოცდილება გაქვთ უკვე საკუთარი ფონიატრი ყავთ იცით როგორ უნდა მიუდგეთ სახმოსი მომწონს აჩა სიმღერის გარდა აი მაინც მაინტერესებს კიდე რითი ხართ დაკავებულები აი ბევრი რამე მე ვირადად თხილამურებზე ვსრიალი ისმეტები არ დაძვრებით დიმაგით რო არ გვაქვს ღმერთ აი მაგარი პასუხია ჯერჯერობით კიდე ნუ რაღაცა ინსტრუმენტებზე ამბობდი თხილამურებზე ვსრიალი ინსტრუმენტები ძალიან მიყვარს პროდუცერო ძალიან ფორტეპიანოზე უკრავ აკორდეონზე უკრავ გარმონზე უკრავ ბას-გარმონი ქართული გარმონი მოგეხსენებათ და იგივე მაგრამ ბას-გარმონს ხალხი ტემბრი აქვს კიდევ ტემბრი აქვს და სხვათა შორის ძალიან რთულად შეიძლება მაგის შეკეთება გაკეთება და სულ რამდენიმე ადამიანი არსებობს მე მათთან ამყოფია რომ ვინც ამ ინსტრუმენტებზე მუშაობს კი და ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია ძველები არიან სულ არის 4 თუ 5 ოსტატი ვინც აკეთებს საქართველოში გარმოს ეს და ნუ ისტორიული საკრავია და ძალიან მაგარია ნამდვილად ისტორიული და ნამყოფი ვარ ხოჩა კიდე მოტოციკლებზე ვზივარ შეჯიბრის ფაგლებში ოღონდ მართლა ენდურო შენ არაოთო შეჯიბრებზე გამოდივარ მოტოციკლეტი არა კვადრო მიყვარს პატარაობიდან ძიუდოისტი ვარ ძიუდო ხო 7 კიდე აი მაინტერესებს ძიუდოისტი ვარო კაცო აი ხო წარმოვიდგინე ძიუდოისტი მეგობრებიც ყავს ერევია მას ეს გამოსtildeა მაგრამ შენ ისეთი ეშვაკი ხარ შეიძლება იმან გამოგიქანოს და შენ ისე დაუსხლტე რომ ვერც მოვიდეს შენამდე არ გვიცდია ძიუდო პროფესიონალურად ანუ პატარაობიდან 6 წლიდან დავდივარ ძიუდოზე ყოჩა შენ შეჯიბრებები რაღაცები გამოდიხარ და ახლა მაყურებელმა სხვანაირად არ გაიგოს რახან ძიუდოზე დადის მისთვის დარტყმა არ არის აუცილებელი ეს არის თავდაცვისთვის ეს არის ფილოსოფია და არც ერთი ძიუდოისტი არ იყენებს თავის ხელს იმისთვის რომ სხვა დაჯამოს ანუ მე უბრალოდ განმარტება გავაკეთე ჩემივე ხუმრობაზე ბოდიში არა რო დაარტყა მე ვთხარი ეს დაარტყა მოკრივები ძალიან ექსტრემალები ვართ და აი საიდან აი ესეთი გადამსახტომები რა ხო იცით ხიდიდან ხტები და როიში აქედან ხტები ზიპლაინზე მოგეხსენებათ აი რო იყიდები და ვერ გამაკვირვებ ჩემო პატარა სამჯერ შენდე დიდი ვარ და ყველაფერი გაკეთებული მაქვს ხო და ეგეთი ვარ ჩვენც ენდუროთის ნასიეროლები კარგი მოკლედ მე მაყურებელს ვეტყვი დიდი მადლობა პირველ რიგში მადლობა თქვენ მოწვევისთვის დრო დაგვიწმეს გენიალური ბავშვები ხართ ნიჭიერები ხართ და წარმატებას გისურვებთ არ უნდა დაგვავიწყდეს 26-ში დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება თქვენი
და ანრის ერთობლივი გეოლდება ანრის ბიჭო ანრის რა თქმა უნდა არა, ამათი სოლო და ანრის. კონცერტი და თქვენი და კიდევ სხვა მომღერლებსაც ვიხილავთ ამ კონცერტზე რომ უმაგრესი საღამო იქნება და ნუ ერთ-ერთ საკუთრებულ საღამო 26-ში 21 საათზე დიდ საკონცერტო დარბაზში გელოდებათ ანრი ჯოხაძის საოცარი და დაუწყარი კონცერტი არაჩვეულებრივ მონაწილეებთან ერთად. დიდი მადლობა რეკლამის დროა ჩვენს ეთერში. რეკლამის შემდეგ ზაზა ხუციშვილი იქნება ჩვენი სტუმარი. გიტარით მოვიდათო გიტარის გარეშე, ამას თქვენთან ერთად გავიგებთ რამდენიმე წუთში დაგველოდეთ. ჩვენი ოჯახი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. ჩვენი სტუმარია ზაზა ხუციშვილი, მუსიკოსი, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ ჰქონდა კონცერტი, რომელსაც მე ვერ წავედი, მაგრამ ზაზა მოვიდა ჩვენთან. სალამი, მადლობა მობრძანებისთვის და სალამი ზაზა, გამომარჯოს. დიდი ხანია გვინახარ და ძალიან გამიხარდა დღეს შენი სტუმრობა. კი. და მე ისიც გამიხარდა, რომ მუსიკალურად აქტიური ხარ კვლავ და შენი მოსმენა შეიძლება მე გამოვტოვე ბევრი რამე მანამდე, მაგრამ მართლა ძალიან გამიხარდა, რომ რამდენიმე დღის წინ კონცერტი მიეცი, მოდი ასე ვიტყვი. კარგი იყო? ბევრი ხალხი მოვიდა, იყო ის რაც დაგეგმე. ესე იგი, თვითონ კონცერტზეც მოვყევი და ახლაც უნდა მოვყვეს ისტორია, ახლა ძიმას აუცილებლად ეხსოვნება, თუ არ ვწდები, აჩი არველაძის მოყოლილი არის, ერთ მწვრთნელს და ფეხბურთელს შორის იყო ძალიან მეგობრული ურთიერთობა. ხო და რო გავიდა ეს ხანი, ეს დაქორწილდა ფეხბურთელი. და მწვრთნელი 300 კაციანი ქორწილი გადაიხადა და მწვრთნელის დაპატიჟება დაავიწყდა. რამდენიმე დღის მერე შეხვდა და გააცია ტანში რო დაინახავ ეს როგორც მაგწყდა. ბიჭო 11 კაცი გახვედრებდიო და 300-ში როგორ მოყვება. ესე იგი დავიტანჯე ამ დაპატიჟებულების სიის გადაწერის გადმოწერით. იმიტომ რომ ადგილები ახლა რეალურად ყველა მიწვიდა და არ იყო ამ დაგემართა ეგეთი მაგის ჩავივლე. აი თუნდაც ახლა იმიტომ ხალხულა ადრესებია. თვითონაც ხება კონცერტმა როგორ ჩაიარა იქ აუცილებლად იქნება. ხო, მაგრამ აპატიეთ ყველა მომწერა ჩვენმა საერთო მეგობარმა და ეხლა მივხვდი რა დღეში იყავი ის დღეები, მაგრამ საბოლოოდ შედგა ის რაც შედგა, მაგ დღეს გავხდი 60 წლის. არც მეტი. და გადავწყვიტე რომ ახლა რესტორანი და ის არაფრით არ გამოდიოდა და გამეკეთებინა კონცერტი და ნუ მაქსიმალურად დამეპატიჟა ხალხი, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ამ კონცერტს ხარჯებიც აქვს და მე არ მიმართავს არც კულტურის სამინისტროსთვის, არც მერიისთვის. მაგას არასოდეს არ ვაკეთებ და არც ახლა გავაკეთებ. კერძო სექტორისგან? კერძო სექტორისგან რაღაცა გარკვეული ნიკო რა დაგვეხმარა და ორბელიანის ბაზარი გავაკეთეთ და ნუ მაინც ხარჯებისთვის რაღაცა ცოტა რაოდენობა დავტოვეთ სალაროზე და ისიც დაგვეხმარა კონცერტის ორგანიზაცია. ეს 60-ის გავხდი, აფრინდა ბიჭო ცხოვრება. ბიჭო შენ ახლა 60-ის გავხდი. მე ახლა ჩვენ ერთი თაობა ვარ და. არა, ამ დროს აი ერთ წელსაც მგონი უკვე ისა აქ მნიშვნელობა, ხო? რა ეთყობა ახლა რომ რა მნიშვნელობა აქვს? არა. მე მეტრიკა ციფრებია, მარტო ფურცელია. ეგრეა. ჩემი კლასელები ძალიან მიყვარს ყველა, ნუ ბევრი მოვიდა, ახლა 2 კლასში ვიყავი 55 სკოლაში და კლასის იმას ხშირად ვაკეთებთ ხოლმე, ნუ მეტნაკლებად ხშირად გაზაფხულის ბოლოს ვიკრებებით კლასელები და რომოდან პირველი ესეთმებს მიწერენ. და სხვა იღებავ. უბრალოდ კარგი გენეტიკა აქვს. მაგრამ 60 წელი ის ბევრია. მე მაგალითად 50-ის რო გავხდი, რაღაცნაირად გადავიაზრე ცხოვრება, მივხვდი რომ ასაკი მოვიდა, რაღაც ასაკი არ ვიცი რა ქვია ამას და 60 ალბათ კიდევ უფრო დიდი მასშტაბია ამ შენი გადააზრების. ვერანაირად ვეძნობ გარდა იმისა რომ შათვალე მჭირდება უკვე. ზუსტად. სხვა არანაირად. არ დაღვინდი, მე არ ვიზახი რომ იყავი ოდესმე არადაღვინებული და თქვა აი 50-დან 60-მდე ალბათ აღარ უკვე, მაგრამ ნუ ბუნებრივია ახლა სხვა ასაკი. საფეხბურთო გემოვნება ხო არ შეგეცვალა? საფეხბურთო გემოვნება შემეცვალა. იმიტომ რომ ერთი დასკვნა გამოვიტანე რომ ფეხბურთელების გულშემატკივარი უფრო ვარ. როდესაც კარგი ფეხბურთელები თამაშობენ გუნდში. ესე იგი ყვარა გაქ. ვერ წარმოვიდგენდი რომ ესპანეთი ნიდერლანდების ფინალის დროს ესპანეთისგან ვიქნები. ისეთი გულშემატკივარი ვიყავი ნიდერლანდების, მაგრამ ის გუნდი უფრო მომწონდა გაცილებით და ძალიან კარგი მიდგომა არის ეგ. ისე სხვათა შორის ჩვენს მე პირადად მაგიტომ შემიყვარდა ფეხბურთი ფეხბურთელის გამო და მე შემდეგ დავით
დავიწყე ყურება და ჩავერთე კიდევაც, მაგრამ გუშინვე მესის შემთხვევაში ხა ბრაზილიის გულშემატკივარი ხო არგენტინელები არ უხდათ მე ზუსტად ეგრე ვარ მეც ეგრე ასანიშვილი და ისინი ხო იცი ხა მაგათი ამბავი და არგენტინა და მეც ეგრე ვარ ზუსტად ეხა იამალზე ხა როგორ შეიძლება იამალი რომელიც სკოლის მოსწავლე ჩემი ბიჭი არის სკოლის მოსწავლე რომელსაც 110 თამაშია გრეალში უკვე ფანტასტიკა საძმიფრინავს ეს კაცი არ ვიცი მაგას სოლო კონცერტი ფეხბურთი მე არ მაქვს სოლო კონცერტები აქვს სულ ხუჩი ხვიჩას ქონდა ნახავდი ალბათ დუბლიში ასრულა და კონცერტი ქონდა სოლო მოედანზე ესეთი და ჯაჯო იყო ბეკებში ისა ეცხოვრება როგორია შეხედე ჩემი ჯაჯოს 10 თუ 27 ჰიტი აქვს ჩემზე მეტი სიმღერა რადიოში შედას გეფიცები და რადიოში ძალიან ხშირად ისმის მისი ხმა და ეხა აქედან გამომდინარე კითხვა მინდა დაგისვა დღეს ყველაფერი იყიდება ხო რაღაც ისეთი დრო მოვიდა რომ ყველაფერი შეგიძლია რაღაცნაირად კარგად ლამაზად ისე შეფუთო და გაყიდო შენთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც არასდროს არ შეფუთავ და არასდროს არ ეცდები რომ გაყიდო იმიტომ რომ ის არის ხელშეუხებელი ნუ არის მუსიკის ისეთი კატეგორია მიუხედავად იმისა რომ ვიცოდე რომ ძალიან დიდ წარმატებას მომიტანს ისეთ სიმღერას არ ვიმღერებ არ იმღერებ ხო არავითარ შემთხვევაში ამ პრინციპში იცით რა დაახლოებით ეხლა როდესაც დიდი მუსიკალური გამოცდილება გვაქვს და ნუ 40 წელიწადზე მეტია ამ საქმეთ ვარ დაკავებული დაახლოებით ხვდები როგორი უნდა იყოს მისამღერი რომ დღეს გახიდდე საქართველოში და ესეთი მისამღერები მე არ მომწონს და რაც მე არ მომწონს იმას ვერ გავაკეთებ ხო მაგრამ გაქვს ჰიტები არა ჰიტები კი მაგრამ აი ნუ ელემენტარულად ჩემი მისამღერები ტექსტი დატვირთული არის საკმაოდ რაც თლათმომგებიანი არ არის პირდაპირ გითხრათ არ ვაკეთებ იმას რომ აი ორი სიტყვა ავიღო და რაღაცა მარტივეს მელოდიაზე მოვარგო და ეს კი ხდება მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი რომ ის პოპულარული სიმღერები რომელიც ქონდა სხვებზე უფრო გაცილებით ანუ ჩვენზე პოპულარული ყოველთვის ვიღაცები იყვნენ ვინც იმ მუსიკას ასრულებდნენ რომელიც როგორ გითხრათ აი თვითონ როკ მუსიკის პოპულარობის პერიოდი მეტნაკლებად წასული არის ანუ დღეს თვითონ სოფლიოშიც ახლა რომ 60-იანებს გადახედეთ და დღეს დუალიპა რაღაც ბრიტნი სპირსი და ესენი არიან პირველ იმაზე წამოსული და ეს ტეილორ სვიფტი პოლ მაკარტნისთან ერთად მეორე მილიარდერი მუსიკოსი არის ანუ მილიონერი კი არ უკვე მილიარდერი და ახლა მისი მუსიკა ჩემთვის მაგრამ ნუ წასული როგორ უკრარი არ არის მაგრამ დაიწია უკან ცოტა ხო მაგრამ ნახე კარუზომ გააკეთა კარუზომ კი არა და რა ქვია თეთრი ხელსახოცით რომ ღერის საოპერო მომღერალი გამბრედუზო მედუზო არ ვიცი ვიზეიდა ლუჩანო პავაროტი გააკეთა შესანიშნავი რამ მან ოპერა გამოიტანა და შეაზავა პოპ მუსიკაში რაღაცნაირად რომ ჩვენთვის ან მასას გულისხმობ ახლა ეს მუსიკა გამختارიყო საყვარელი არ შეიძლება როკსაც თქვა ამ ჟანრსაც რაღაცა ისე მოვიგეთ რომ უფრო ფართო აუდიტორიამდე მოიტანოთ ამას მაგ არ მოგეკითხეთ რომ ძალიან ბევრმა გააკრიტიკა ამისგან ხო გეტყვით რომ პირდაპირ რომ აი მასეთი ტიპის ვიბრაციით ნამღერი საესტრადო სიმღერები მეც არ მომწონს. არ მოგწონს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ლუჩანო პავაროტის ესუნდორმას რომ ღერის, აი ყველა სიმღერაზე ჟრუანტელი მივლის, აი მაგას რა გაუჭირდა ხა რომ ფინანსური იმის გამო გააკეთა და ვიჯერო თუ უბრალოდ ინტერესი ქონდა. კარგი ჟესტია. ძალიან კარგი ჟესტია. კარგი ჟესტი არის და კარგი იყო, მაგრამ ну, ეს ნიუ-იორკ და ესენი ასეთი ტიპის ნამღერი, ну, თლათ ჩემ სტილში შეიძლება ძალიან მოეწყო. ხო, მაგრამ ამან მართლა ჩემთვის პირადად რა მოიტანა ის, რომ ადამიანებმა რაღაც კონკრეტული მელოდია პირობითად უკვე იციან, რომ ეს არ არის რაღაცა ანიმაციიდან და არ არის თქვა რაღაცა სხვა ადგილიდან, არის კონკრეტული ნაწარმოები, რომელზეც მუშაობდა გენიოსი. ეს მომეწონა. კაი, გადავიდეთ ახლა დაუბრუნდეთ ისე კონცერტის სამებს აპირებ რომ შემოქმედებითად კიდევ რა თქმა უნდა სხვათა შორის ნუ ყველა თვლის რომ როდესაც პარლამენტში ვიყავი მაშინ რაღაცა გაჩერდა ყველაფერი ესე იგი პარასკევს სასესიოს რომ თავდებდა მოვდიოდი და პარასკევს ხამე კლუბებში უკრავდი თბილისში არც ერთი წამი არ გავჩერებულ ვართ ნუ სიახლეები რა არის რომ დაახლოებით 2 წელი არის უკვე ჩემი სახელით გამოვდივარ ვაკის პარკი აღარ არის თუმცა ამ კონცერტზე ყველა შემადგენლობა ვისთანაც თანამშრომლობა მქონდა წარმოდგენილი იყო მათ შორის მუსიკოსებიც იყო მერაბ სეფაშვილი, მერაბ სანოძე, რომარ ცხილაძე, დათო ჯაფარიძე პერკუსიაზე, იყო ლაშა თოფურია, რომელმაც
აი საკუთარი სიმღერის მოსმენაზე პირველად მომაწვა ემოციები ისე შეასრულა უგუბლოდ სას. ეს ის სიმღერა, რომელიც სილვესტერ სტალონის მონაწილეობით ფილმში მოხდა. რა მაგარია. სილვესტერ სტალონის მონაწილეობით. იყო მარიამ კუბანსკი, ვაკის პარკის პირველი შემადგენლობა, ეხა ზაზა ხუციშვილის ბენდი ესე დავარქვით. რეჯინა იყო, გია სურგულაძე იყო, ნუკრი კარგი შეკრება ქონიათ ხარისხიანი. აი ესეთი შემადგენლობა აქაც არ მეთქვა. მოხდნენ სამასკაცი მოხდნენ. ნალი ბენდი იყო, რომელთანაც ერთად ჩავწერეთ სიმღერა, ჩემს შვილს მიუძღვენი ნინა ლიზას და აი ესეთი რა ვიცი, კარგი თბილი საღამო გამოვიდა, მაყოფილი ვარ ძალიან. თვითონ დარბაზი იყო შესანიშნავი, ეს დავით სალარიძის გაკეთებული დარბაზია მამამისის საპატივცემულოდ, შესანიშნავი აკუსტიკა, ძალიან მყუდრო, ზუსტად ის დაახლოებით 300-ზე მეტი, 350-360 ადამიანი ეტევა და ძალიან ბევრი, არ მეგონა ამდენი, რაღაცა უფრო მეტი აღმოჩნდა. გამომდინარე იქიდან, რომ აი რაზეც ვისაუბრეთ, ეხა უფრო დიდი დარბაზის აღება არც მინდოდა და არ ჩათვალე. 60 წელს გад საჩუქრები მიიღე? კი. აი საჩუქრები. საკონცერტო დარბაზში პირველად იქნა საჩუქრები. ჯაჯორო იყოს კითხავდა, ჩაგიკუჭეს ეს მეილი. კაი, შვილი ახსენე ახლა. რამხელა? ხვალ ხდება 20 წლის. აჰა. როგორ 20-ის უკვე ხო? კი, მიფრინავს დრო და მეულოცოთ, ახედან მეულოცოთ. ნინა გილოცავ. ნინა. გილოცავ, რაღაც ეტაპზე ჩვენ გვხვდებოდით ანუ ურთიერთობა როგორი გაქვთ? შვილები ერთმანეთს. აი ყოველ აი ძალიან მოსიყვარულეა, უყვარვართ ორივე. რო არ უყვარდეთ. ხობავთ? საკმაოდ დიდი ხნის წინ პატარა იყო, ნუ ჩვენი მეგობრების განქორწინება გაიგო და რო გახშორდეთ არც ერთო მას არ გაგცეთ რა საყვარელი რთული გარდატეხა არ ქონდა ან არ აქვს არა ძალიან ისეთია დღემდე საკმაოდ ბავშვურია დედა შეიძლება მამა შეიძლება რაღაც ესეთი კარგია და რა საკეთებს თვითონ უნივერსიტეტში სწავლობს ფსიქოლოგიას სიმღერის მხრივ სიმღერის მხრივ უყვარს ძალიან Queen-ი და მომწონს სექს გემოვნება იქნება კარგი მეც და დედამისიც ვცდილობთ რომ მოვასმენინოთ და ახალი ისინი გაუხსნათ ხანჩა ბიტლსების ელენ რიგბი მოწონს ძალიან კაი სიმღერა და ასე შემდეგ რაღაცებს თვითონ ხარ მყერის არა თვითონ არ მყერის არა უცხოელი არა ესე კარგია ამასაკამდე შენარჩუნებული აქვს ის ბავშვური ალბათ სილაღე რომ გეკითხებათ და რო უყვარს ანუ ესე გაზარდეთ რაღაცა გაქვთ რა თქვენი არა ბუნებრივად არის ჩვენ სიმკაცრე არ ქონია რა საკმაოდ თავისუფლად გაიზარდა ესეთი თუმცა თვითონ ბუნებრივად აქვს ესეთი ხასიათი რა კარგი რა ბედნიერება კი და ყოველთვის ალბათ მშობლებს აქვს რაღაც კონკრეტული სურვილები როგორი უნდა იყოს მისი შვილის მომავალი ანუ შეიძლება ეს სურვილი არასდროს არ გააჟღეროს იმიტომ რომ ამით არ შეზღუდოს თავის შვილის არჩევანი როგორი გინდა რა გინდა რომ შენი შვილი გამოვიდეს იცით რა, მინდა რომ ბედნიერი იყოს, მინდა რომ სიყვარული, ასე ვთქვათ, გამოსცადოს და ეს იყოს ნამდვილი სიყვარული და რა თქმა უნდა გული არ ეტკინოს და მინდა ძალიან რომ ამას ყველას შვილს ვეუბნები და ჩემსაც რომ აი მწოდნე ადამიანი ძალიან მყარად დგას ფეხზე და დამოკიდებული არის მეტწილად თავის თავზე და არა სხვაზე რომ აი რა იქნება როგორ იქნება და ამიტომ მინდა რომ თავის პროფესიას რაც შეიძლება კარგად დაეუფლოს და კარგი სპეციალისტი იყოს და ამის შემდეგ ნუ დანარჩენი თვითონ მოვა ეხლა სხვა რამის დაგეგმა ძალიან რთული არის მე ესე ვთვლი რომ ყოველთვის ღმერთს ვთხოვთ ჯანმრთელობას და გატყოფნას რასაც ნუ ესე იგი მშობელი მაგრამ დანარჩენი მშობელმა უნდა ეცადოს რომ კაი განათლება მიცეს ოჯახური აღზრდას რასაც ვეძახით ჩვეულებრივად მოქცევის მანერები და ასე შემდეგ და ნუ დანარჩენი ნახოთ რა ეგ ზაზა პირადი მაგალითით ხდება ავტომატური მაშინ შედგა სიმღერა რომ მიუძღვენი როგორი რეაქცია ქონდა ხო თქვი რომ სიმღერა კი მაგრამ ნუ მანამდე როცა ჩავწერეთ ძალიან მოეწონა და გაუხარდა ეს იმის ტექსტიც საკმაოდ ვიწვალე იმიტომ რომ არ მინდოდა რომ რაღაც ადრეგრძელოს ფრაზები ყოფილიყო და შენ ამ ტექსტებს ძალიან ისეთ ყურადღებას ანიჭებ კი ანუ კი საქმეს რა ეს ადრე როგორც მუშაობდი ხო ეხა კიდე უფრო
ამ ასაკში სხვა ის მაქვს რა ქვია, რედაქტირებას არ უკეთებდი და ერთი-ორჯერ ისეთი შეცდომა გამეპარა, რომ მე ძალიან განვიცდიდი ამას. ზაზა, აი გარემო, სადაც ძალიან გიყვართ მუშაობა, აი რომელ გარემოში უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს? ნუ ეხლა ესეთი გარემო ჩემთვის არის ახალდაბაში ჩემი აგარაკი, რომელიც მამაჩემისგან დამრჩა, მისი საუწყებო აგარაკი იყო და 90-იან წლებში შევიძინეთ და პრაქტიკულად ყველაფერი იქ გაკეთებული არის ნუ 90% ჩემი ხელით. ტბაც პატარა ხელოვნური გქონდა, გახს კიდე გაქვს? გუბეც გვაქვს. პატარა კი დიდი გვაქვს დაახლოებით 80-ზე მეტი სახეობის ვარდი. იცით რა, თავიდან როდესაც დავიწყეთ კოლექციის გაკეთება, ჩემი ცოლი არის ამის ხათუნა დოლიძე არის ამისი, ნუ ფაქტურად უკვე ფანატიზმში აქვს გადაზრდილი, მაგრამ მოვლა, ასე ვთქვათ, ჯერეს, მერე ის წამლები, სასუქი და ასე შემდეგ და ასე. თავიდან საკმაოდ მარტივად უდგებოდით, რომ აი წითელი ვარდი რა ლამაზია, ეს მე დიზაინის თემები შემოვიდა. რა თქმა უნდა, მთელი ასე ვთქვათ, არსებობს ჩრდილის მოყვარული, მზის მოყვარული, ჩრდილოეთის გვერდის რამბლერები, ფლაიმბერები, სურნელება, დაავადებების მიმართ მედეგობა, ანუ ყველაფერს წინასწარ იკვლევს და იმის მიხედვით ვყიდულობთ. ну, რა ვიცი, დევიდ ოსტინი, მაილანდი, კორტესი რა, თვითონ როგორ იცის უკვე ზეპირად ყველაფერი? აი ძალიან ისეთი შემქმნელები არიან ამ ვარდების და მინდა გითხრათ, რომ აი რამდენიმე საოცარი არის. როგორი სურნელი აქვს არა განსხვავებული. უკვე ჩვენ თითქმის კოლექციაში ისეთი ვარდები გვაქვს, რომ დეკემბრის 15-მდე ყვავიან. სულ ვარდები გაქვთ ეზოში? ну, აი დაახლოებით ახლა 80 სახეობა 800 მეტრამდე ეზო არის და 80 სახეობა. თოლში რა ლამაზი იქნება, სადაც გაიხდა ვარდია. მაგარი და კვატები ყავთ კიდე? აი კვატები და ჩემმა ძაღლებმა რაღაცა ვერ გაუგეს ერთმანეთს. ხო, რაღაცა უცნაურ ეზოში. კვატები ერჩოდე, ხო ალბათ? ესენი მონადირე ძაღლები მყავს და ну შინაურზე როგორც წესი არ იწევენ, მაგრამ აი თამაში ერთ-ერთჯერ დააზიანეს. პეტრე შემოეხჩო. ჩვენ ყავდა ციცრები ესე. კერძო სახლში და ციცრები და ეს ჩვენი ძაღლი ესე ჩხუბობდა, მაგრამ ციცრები ყოველთვის უგებდნენ და დიდი იყო და ამას დიდი ძაღლები ყავს. არა, ჩვენს კავკასიური ნაგაზი აი ამ ხელად არა ის და აი ჩაგრავდნენ ამ რაღაცა მთასავით ძაღლს ეს ციცრები ესე დღეში აგდებოდა. ის უფრთხილდებოდა, იმიტომ რომ იცოდა რომ არ ეკარებოდა ციცარს რას უზავდა, ეხლა წარმოიდგინე. ან იქ ცხოვრობთ სულ ახალდაბაში, მაგრამ შვილის გამო ნუ ჩვენ იქ გვაქვს ეგრეთ წოდებულ ადრე ფინურ კოტეჯებს ეძახდნენ, ზედა სართული არის ხის და აი ძალიან ისეთი ყინვები თუ არის -8, -10 უკვე ცოტა გვიჭირს, იმიტომ რომ სამზარეულო გარეთ არის, ნუ გახსოვთ როგორები იყო ეს ტიპიური კოტეჯები იყო. ცოტა ხნის წინ შემოვაშენეთ ქვევით ქვის პირველი სართული და აი როცა დავასრულებთ მერე ალბათ თბილისში ნაკლებად დასაკრავად თუ ჩამოვალ შეუძლებელი ხდება უკვე ნელა მოძრაობაც და მე სხვა სკუტერის დაჯექილი მყავს და გამომყავს კვირაში ну ფაქტობრივად ორჯერ მე და არსად არ აგვიანებს მე არასდროს არ აგვიანებ ასა და ფეხით და მაინც ახერხებ მიწეწყილობებს მაინც ახერხებ ბიჭო ნახე ლოგიკურია წეწყავს მანქანა ჩემი კაპოტი ეხლა არის ესე ოთხკუთხედად შეწეული ლოგიკურია რომ ვიღაცა ჩემი ეზოში მოატრიალა მანქანა ეთყობაზე ედო არმატურებით რაღაცა აი პირდაპირ მაგ კაპოტი ზით შეწეული მე რიგებია გამოწია ეს თავისი არმატურა და წავიდა ეს საგიკეთე დიზაინ შტრიხი გაგიკეთა შტრიხი ხო და ვიგრძნობოდა ქალაქში რომ ხო არა თულია ეხლა ქალაქებში გეთანხმებით დედაჩემის სანახავად უკვე როგორც წესი დავდივარ ან ფეხით ან ავტობუსით შორი ახლოს და მაგრამ აი დასაკრავად ეხლა 3 ნივთი მაქვს კითხვა ეფექტების ბლოკი და მიკროფონების კომპლექტი და ну ცოტა მანქანა ხანდახან უნდა გამოიყენო კარგი გეგმავ რამე სახლო მომავალში რა გაქვს ისე შემოხაზული ტვინში ну ჩვეულებრივ ვაგრძელებ მუშაობას როგორც წესი წერ ახალ სიმღერებს რამდენიმე უკვე გამოვაქვეყნეთ უკვე ამ ახალ ჯგუფთან ერთად გაკეთებული და ახლა შემადგენლობაში გვექნება კიდე ერთი ცვლილება იმიტომ რომ ორი წევრი ჩვენგან წავიდა სხვა ასე ვთქვათ ბენდში ის სხვა სამსახურში, რომელიც უფრო ინტენსიურია და ნუ გასაგები არის, რომ გაგებით ვეკითხები ამას ყოველთვის.
ეხლა ამ ეტაპზე გვაქვს ბას-გიტარისტის შერჩევის პროცესი, ასე ვთქვათ. აი ხა ტელევიზორში შეიძლება გამოაცხადო ვაკანსია. რატო არა? ეგრე გამოვიდა და მაგით რატო არა? გამოაცხადო. რატომაც არა. სხვათა შორის ამ პრაქტიკას ჩვენ არ ვიყენებთ და უცხოეთში, როდესაც წევრი ვინდათ, ყოველთვის კასტინგები აქვს და და ბევრი ნანახიც მაქვს, რომ აი მაგალითად Red Hot Chili Peppers არაერთხელ ქონდა რუშიანტეს წასვლის შემდეგ მერე ნავაროს და სამხეთში უნდა იყო მანდ რომ ვიხდე კასტინგზე ხა Red Hot Chili Peppers-თან. სხვათა შორის ზუსტად წინასწარ წერდნენ რომ აი რაღაც ის ჩახლართული დაკვრა რო იციან რაღაცა ძალიან სწრაფი ნოტების ესეთები არ მოხვიდა. აი ეგეთი არ მოგა. მაგათი მუსიკა სხვანაირია, იქ პირიქით აი რაღაცა ემოციაზე ისეთი სოლოები. და შენთან როგორ უნდა მოვიდეს? ბარემ ეგეც გითხარი. ჩემთან ერთი მთავარი კრიტერიუმი რა არის, რომ პროფესიონალური გარკვეული დონე უნდა კონდეს, რომ ის ნაწარმოებები შეასრულოს და მეორე ალბათ რაც გვიკეთებია ვაკის პარკს და ჩვენ ჯგუფს, ის მუსიკა უნდა მოსწონდეს. თუ არ მოწონს, მაშინ იწვალებს ადამიანი და აზრი არ აქვს. ისე ერთი ისტორია, რამდენად მართალი არ ვიცი, Pink Floyd-ებს ჰქონდათ კასტინგი ბექ-ვოკალებზე. და ერთი ქალი მივიდა, რომელმაც ჩაწერა, ის ახლა შესულია მათ ალბომში და გაიარა, წავიდა და ვერ მიაგნეს, ანუ შერჩენილი არაჩვეულებრივი ჩანწერი კასტინგებისგან, რომელიც შემდეგ მართალია? თუ რაღაცა ვერ მიაგრეს ამ ეპოქაში. ისეთი ცნობილი ამბავია, ნუ ყოველ შემთხვევაში მე ესე ვიცი, რომ კასტინგზე მივიდა ქალბატონი, რომელმაც რაღაცა არაჩვეულებრივი ფრაზა ჩაწერა, შემდეგ ვერ მოძებნეს და აი ეს ფრაზა გამოიყენეს, თუ არ ვწდები Dark Side of the Moon, აი მანდ არის შესული. ან ორი ვარიანტია, იმქამა ნახა და არ უნდა და ამათთან არ მივიდა თორე. ამათთან როგორ ვარიანტში ნახავდა, არ მოუნდა რა ეთქვა. ვერ გეტყვით, იმიტომ რომ იქ სახელი მახსოვს და გვარი არა ვინც მღერის ის Great Gig in the Sky, ყველაზე ისეთი ქალის ეს არის სწორედ Dark Side-დან. ანუ ერთგივე ქალზე საუბრობთ ახლა. რაც აკითხული მაქვს, რომ მას უთხრეს, რომ აი ისე უნდა იმღერო, რომ აქედა რო გახვალ მოკვდებიო, იცოდე. აი ეს არის შენი ბოლო სიმღერა. ესე უნდა შეასრულო და მართლა საოცრად მღერის ეს ქალი და მე როგორც ვიცი დაყვებოდა ტურებში ის და ანუ მანქალზე არ არის. აი რომ არ გარდაცვლილა. ცოტა ლეგენდის თანახმად. საერთოდ ძალიან ბევრი მუსიკოსისგან ვიცი და სწორი მიდგომა, რომ აი ყველა კონცერტი ისე უნდა შეასრულო, რომ ხვალ შეიძლება სცენაზე აღარ გამოხვიდე. ანუ უნდა დაიხარჯო. ეგ ზოგადად ალბათ ეგრე უნდა იყოს რა. ისე და მოიქცეთ? რა თქმა უნდა. რას ამბობთ? არაფერი წარმოგვიდგენია. ცოტა ფეხბურთზე ვკითხო შეიძლება? მითხარი რა, ეხა რა, კაი ბრაზილიას თავი დავანებოთ ამ ეტაპზე. ხვიჩას ამბავი მინდა კიდე შენგან გავიარო რა. ეხა ფიქრობ ეგ სპორტულაში მოგიყვაროთ გადაცემაში სპორტზე აუცილებლად, თორე დიდი ხანია არ გვისაუბრია. ამ ბიჭმა აი გუშინ ლაპარაკობთ, რომ აი ფინალა მე როგორ ჯერა იცი რომ მოიგებენ, იმიტომ რომ ამის ფაქტორიდან გათვალისწინებით. ტიპი ჩავიდა იტალიაში. არა, იტალიის საუკეთესო ჩემპიონი გახდა. პარიზში გადმოვიდა, თავის წელი მაინც შეიტანა, ეხა ის გუნდი ისეაც მოიგებდა, მაგრამ ეხა გუშინ კიდე ორი გოლი გაიტანა, ლიგის ფინალში გავიდა. თვითონ სიმდღეს რაღაცა ინტერვიუ იყო, ეს ხო გულწრფელი ტიპია თან ხვიჩა არის, აი ყველაფერი მარტო უცებ ინტერვიუ იყო, რაც მარტო რა ხდებაო, შოკში ვარ, რომ ლიგის ფინალი მაქვს სათამაშო 30. აი საოცარი რაღაცაა რა, ეხა შენ როგორც ხელოვაკაც, ქართულ შემატკივარს, შეფასება მინდა, უბრალოდ თვითონ ამ ფაქტის, ეხა საქართველოში რო თამაშობდა, ბათუმის, თბილისში რო თამაში იყო და ხალხი რო გამოვარდა და ეგეთ რამე საქართველოში რამდენი ხანი არ გვინახავს. მანამდე არ ყოფილა. არ ყოფილა. ჩემი შეფასება ასეთია, რომ Paris Saint-Germain-ს ვეძახდი მაისურების გუნდს. ადრე. ეხლა რას ნიშნავს ნანიკოს ვეთქვი. 2007 წელს ვიყავი ლივერპულში და აი ესეთი ტიპის ქვეყანაში პირველად ვიდექი რიგში, იმიტომ რიგები მახსოვს საბჭოთა კავშირში. მორჩა. რიგში ვიდექი ლივერპულის მაისურზე. ანუ ეს არის ცალკე, ასე ვთქვათ, ინდუსტრია, ცალკე ბიზნესი მაისურები. და შემოდიოდნენ კლიენტები, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგების დროს ლივერპულს იმ მომენტისათვის ჰქონდა 5 ჯერ მოგებული და იმ მოდელის მაისურს აი ეს და ღირდა დაახლოებით $100. კი. აი ეს 1 2 3 4 5 ყველა მოდელი, რომელიც ეცვათ უბრალოდ სტილი, რომელიც ეცვათ აი ჯური $100 არ არის. ესე აკრიფებდნენ, რიგი იდგა, იმიტომ რომ იმ წელს იყიდეს ფერნანდო ტორესი. და აი აქამდე მე რაღაცა ესე ჩდაბეტილება მქონდა, რომ აი ეს იყო მთავარი ამო. ეხლა ყავთ გუნდი, რომელიც აი ინდივიდუალური და გუნდური თამაშით არის
ჩამოყალიბებული. ესეთი თავდასხმა დღეს ბევრ გუნდს ევროპაში არ ყავს. ერთადერთი, აი რაც მოუვიდათ ასტონ ვილასთან მეორე ტაიმის 20 წუთის განმავლობაში ესეთ რამე არ უნდა დაემატოს. ხო, ჩამოეპარა. და სხვა შემთხვევაში მეც ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინტერი ახლა ბოლო 3 წელიწადში მეორე ფინალს თამაშობს და ну ეხა მოდი ასე ვთქვათ, რომ 7 ბურთი გაუტანა ბარსელონას. ესეა თუ ესეა, ხო? 6 მიიღო, მაგრამ 7 გავია, კაცო, ეხლა რა. მუნდია, სერიოზულად მუნდია. მე ბარსელონა მინდოდა, იამალი ყარა მინდოდა. მინდა მეთქვა, რაც საამაყოა ჩემთვის. რომ ვიყავი ზამთარში პარიზში, მინდოდა ყვარას მაიკა შემეძვინა, ხო, ცხადია და შანზელით ყველაფერი შემოვიარეთ და გვეუბნებოდნენ, რომ არ არის. ანუ ნეაპოლის ეგრე იყო. ყვარას მაიკები იყო ყველა გაყიდული და ეს ისეთი საამაყოა. თუმცა მაისურების გუნდი მაინც არსებობს. კი, მაისურები. ნეაპოლში რაც ხდებოდა ანუ ამის რაღაცა ხედვა რო გინდოდა რაღაცის, ნუ ოსიმენი და ეს იყო, აი თოჯინა, ყვარა, ეს რაღაცა ბახილი თოჯინა იყო, მაგრამ მაინც ვიყიდე, არ გავს, მაგრამ ყვარა. არა, და ნაპოლიში შეიძლება გახდეს ჩემპიონი ლაურენტისმა თუ ინება რა, ეხა ის რაღაცა თავის რეკლამის დროა სპორტი იმედზე. მორჩა? არა, ბიჭო, სხვა გადაცემაში. ვაიმე, არაფერი გაგოდა. რა უნდა კითხო კიდე, ეხა ყველაფერი კითხე და ყველაფერი კითხე. შემოგვიფუცხონა. არა, კი არა, შემოგვიფუცხონეთ. შეგახსენეთ, რომ პური უნდა აკეთოს ბეპურემ. სპორტზე უნდა ილაპარაკო ერთ საათს. და ჩვენ ღვინო. და მე შეზღუდვები ამ ეთერში, ამაზე ლაპარაკი. აგანა დირექტორი ვარ მე. და შეიძლება ჩემი ბოლო, ასე ვთქვათ, გატაცება და საქმიანობა არის ღვინის დაწვა. იქაკი გაგვენახი? არა, ვენახი არ მაქვს, მაგრამ ჩემი ბიძაშვილი. და მოგეღო ერთი ბოთლია. ჩემი ბიძაშვილი. მე გაგატან ჩვენ გაგატან სამაგიერო დღეს. ერთი კითხვა მაქვს მაშინ ვიდრე აგარჩევინებ ჩვენი სპონსორის ღვინოს. 26 წლის ძალიან კარგი ბიჭი გავიცანი, რომელმაც ბრიტანეთში სწავლას თავი დაანება, ჩამოვიდა რაჭაში და დაიწყო ყურძენთან მეგობრობა. და თქვა, რომ რაც მე დავიწყე ამ კულტურაში, აი რაღაცნაირად არსებობა, სრულიად შემეცვალა დამოკიდებულება ღვინის მასთან, სიმთვრალესთან. შენ შეგეცვალა ეს დამოკიდებულებები? ხო? დავიწყოთ იქიდან, რომ შეიცვალა ჭურჭელი, რომლითაც ღვინოს, კი, ну, იმითი რითიც სვავდით ჩვენ და ეს რაღაცა თურქეთში და აზერბაიჯანში ჩაის რითიც სვავდნენ, ან თლილი პატარა ჭიქები. არა, ეხლა ჩვეულებრივი ღვინის, ანუ ასეთი ფეხიანი, რა თქმა უნდა. და ასე ვთქვათ, თითოეული დაგემოვნება იწყება ფერის პირველი რასაც უყურებ სურნელი და არომატები შეგრძნება და შემდეგ უკვე გასინჯვა და აი საბგრძელოებსაც აი ეს ძალიან ცოტა დაგემოვნებით ესე ვსვავთ მე პირადად და ჩემი სამეგობროც მაგრამ აი ამან უკვე ის მოიტანა რომ საბგრძელოების შორისაც შეიძლება ერთ-ერთი მოსვა რაღაცა კარგი შესაძლებლობა კარგი ღვინო აირჩიო სამივე საერთოდ ეს ყველა კარგია მე ღვინეობა შილდა აი თეთრი ღვინო წითელი ღვინო რომელიც გინდა დარწმუნებული ვარ სამი ქვევრის მეორე გახლავთ ქისი და მესამე წითელი დარწმუნებული ვარ რომ რადგან ეს შილდა არის წითელსაურში კარგი მადლობა მოგზანებისთვის წარმატება მინდა გისურვო ყველა მიმართულებით ფლორა იქნება ეს ფაუნა მუსიკა კონცერტების ორგანიზება თუ უბრალოდ რა აი რაც ჩემს გაეხარდება ის მინდა რომ კონდეს ცხოვრება დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა სასიამოვნო იყო და შეთან საუბარი ნამდვილად რეკლამის დროა ჩვენს ოჯახში და რეკლამის შემდეგ დალი ჩიტელაძესთან ერთად დაგიბრუნდებით და დღეს ის დღეა, როდესაც დალი ჩიტალაძე არა ნიუ-იორკიდან ჩაგვერთვება, არამედ ჩვენი სტუდიის კარს შემოაყებს და შემოაბიჯებს. დალი from New York. ნიუ-იორკულად კი შემოხვედი და. ხო, სიმღერაც მოგიხდებოდა თავის New York. ესე იგი მოგვენატრე. ვაიმე რა კარგი იყო ნიუ-იორკში. მე მეგონა რა სიტყვი რა კარგია თქვენთან. ხარწულად რა ქვია მაგას? უი, ნახეთ. ხახორი რა, საიდან გაქვს? ვაუ. ეს დოლჩე გაბანას არც მეტი და ანუ ნიუ-იორკიდან ჩამოიტანე. მინდოდა მომეყოლა ნიუ-იორკის ამბებზე ესე გადავსულიყავით. ხო. ესე იგი აი ვიცი ხა სულ ვიძახი რომ ნიუ-იორკი არის ჩემი აი ამერიკა და ნიუ-იორკია. ნახე, ნიუ-იორკი არის სხვა პლანეტა. ამერიკა სხვა ქვეყანა და აი ნიუ-იორკი არის სხვა პლანეტა და ყოველთვის ვიძახი რომ
ეს არის აი რაღაცა სიძველის და სიახლის გაერთიანება. აი ხო დუბაიც არსებობს უკვე და აი ეს ჰონკონგი და რა ვიცი, სათამბჯენები უკვე აღარავის არ უკვირს. ხო ესეა. მაგრამ იქ არის ეს სათამბჯენებს რაღაცა სხვა ხარისხი აქვს. აი სხვა სუნი ტრიალებს, სხვა აი თამე იმ წლებში ვიცხოვრე, ნახე 90-იანებში, როცა არც დუბაი არსებობდა ჯერ. ანუ ერთადერთი იყო. არა, მაინც სხვა ისტორია აქვს. არა, ისტორია, იმხელა ისტორია და იმხერა უკვე ნიუ-იორკის კულტურა არსებობს, უკვე ჩამოყალიბდა, რომ აი არ ვიცი, მეც ამაყი ვარ ხომ იქ რომ დავდივარ, რომ მეც რაღაცა ამ ქალაქის პატარა ნაწილი ვარ. რაკენი, აბა მოგვიყევი. მოკეთ ძალიან საინტერესო მოგზაურობა მქონდა იმ ხრივ, რომ ესეთი, ну რა თქმა უნდა, ესეთი დაგეგმილი, ესეთი წასვლა იყო. ჩავწერე ინტერვიუ უფრო მეტი მინდოდა, მაგრამ ჩვენ ფორმატს უბრალოდ 2 გავაკეთე ამჯერად. იმიტომ რომ დანარჩენებს კიდევ ესე ვინახავ, ხო იცი ესეთი იმებისთვის. ანუ გული გამისხდა კიდე, იმიტომ რომ მიდის ესე იგი ახლობლობაში. ჯერ არა, ახლობლობაში ჯერ არა, მაგრამ კი. შემდეგ შაბათს. იმიტომ რომ იმდენად ამოუწურავი თემაა საერთოდ ნიუ-იორკი და ქართველები ნიუ-იორკში, რომ აი მართლა ისეთი საინტერესო ადამიანები, რომლებიც მართლა ასახელებენ ჩვენ ქვეყანას და ესეთი კითხვა არსებობს ხოლმე, როცა იქ მოეწონები ვინმეს. გეუბნებიან where are you from? აი საიდან ხარ და ამას ვეუბნებ I'm from Georgia და მე ჯერ კიდე ესეთი ეს აქვთ ხოლმე რომ არიციან ეს ჯორჯიას შტატია თუ ქვეყანა ბევრმა არიცის კიდევ და სხვათა შორის აი ეს მაგრამ იმდენად მე ესეთი სახეები აქვთ ხოლმე ძალიან მიყვარს ხოლმე რაღაც გაკვირვებული რომ აი ესეთი ხალხი ესე იგი სადმე ესეთი რომ მართლა რაღაცა განსხვავება გვაქვს და ეს რაღაცა ჩვენი იდენტობა იმდენად არსად არ ქრება ხალხო სადაც არ უნდა ხალხო საქართველოს ქვეყანა აი ისეთი რამე სხვადასხვა სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე უხსენე და ეგრევე მიხვდებიან რომელი ჯორჯიადან ხარ არა მაგრამ მართლა სპორტი კიდე სხვა ხარ მე მინდა ამჯერად გაგაცნოთ 2 ადამიანი რომელიც ძალიან პოპულარულები იყვნენ საქართველოში მოდის სფეროში და დღესაც იქ ძალიან წარმატებულები არიან და მინდა რომ გაჩვენოთ მათი პიროვნება 2 ძალიან ლამაზი ადამიანის აბა დავიწყეთ გამარჯობა ჩემო საყვარელო მაყურებლებო გესალმებით ნიუ-იორკიდან სოფლიოს დედაქალაქიდან აქ ვარ რომ გაგაცნოთ ის წარმატებული ქართველები რომლებიც მართლა ასახელებენ საქართველოს თავისი საქმიანობით და პირველი შეკითხვა როცა ადამიანს მოეწონები არის ეს ამერიკაში საიდან ხარ I'm from Georgia და ეს სიტყვა ყოველთვის მეამაყებოდა და ჩემი რესპონდენტებიდან რომლებსაც მე თქვენ ახლა გაგაცნობთ მათთვისაც საამაყოა I am from Georgia და წამოდით ჩემთან ერთად და გავიცნოთ ის 2 ახალგაზრდა რომლებიც ჩემი მეგობრები იყვნენ საქართველოში დღესაც აქ არიან დღესდღეობით აქ მოღვაწეობენ გავიგოთ მათ შესახებ საინტერესოა დავედით შენთვის როგორია ნიუ-იორკი ხარ? ძალიან რთულია რომ ესე ახსნა ერთი სიტყვით ამენ რა თქმა უნდა თავისუფალი არის, თავისუფალად საერთოდ არ ვიცი აქ რო გაივლი მართლა ხასიათი გამოგიკდება, რაც არ უნდა დეპრესიაში იყო, რაც არ უნდა გიჭირდეს აქ ცხოვრება, რაც არ უნდა სტრესში იყო, რაც არ უნდა დაკავებული იყო. რაღაც აქვს ამ ქალაქის ისეთი რომელიც სხვა ქალაქებში ესე არა. ნამდვილად. მაგრამ როგორ არის, იცი ნიუ-იორკში როცა ხარ ასისტენტად, როცა მუშაობს ძალიან დაბალი დონის დიზაინის სამსახურში, ხო, სადაც დიზაინს აკეთებ. ან ძალიან რთული არის, რომ კარგი ანაზღაურება გქონდეს. ნიუ-იორკში თუ არ კარგი ანაზღაურება, ძალიან რთულია, რომ იარსებო და იცხოვრო. ამიტომ მახსოვს საკუთრებულ გაბეს მაღაზიაში რომ მუშაობდი, სხვა მარტივად მალევე მივხვდი, რომ ჯობდა მე მუშაობა გაყიდვებში, იმიტომ რომ მე ბევრად უფრო მეც გამოიმუშავებდი. გამოიმუშავებდი ვიდრე როგორც დამხმარე ასისტენტად ვიღაცის და რაღაცებს
კიდევ ერთხელ თუ მუშაობ მან მაშინ ყველაზე კარგში უნდა იმუშაო. რა თქმა უნდა. თუ არა და რა აზრია მან მუშაობას. როგორც მე დავიწყე Versace ან არაფერი. ეხლა მინდა რომ წავიდეთ დავждეთ ფუძმარადგეებს და ძირფესვენად მომიყვე შენი წარმატებები American Fashion Institute. წავედით. პატარა რო ვიყავი მახსოვს 15 წელს სულ სხვანაირად უყურებდი მე მგონა რომ განათლება არ იყო საჭირო ამ სფეროში მე მგონა რომ ყველაზე კარგად ვიცოდი ყველაფერი მე მგონა მაგრამ ეხლა სხვანაირად ხედავ იმიტომ რომ იმდენი რაღაც მასწავლა სწავლამდე იმდენი ექსპერიმენტების საშუალება მომეცა სწორედ განხორციელების რომ ეს საფუძველი მე არ მეკნებოდა არასოდეს ამ სკოლაში ვარ დამეწყო სწავლა ძალიან მინდა რომ მომიყვე აი გაიმარჯვე მოგდეთ 2 წელიწადში ერთხელ დადება საკონკურსო გამოფენა, რომელშიც მთელი სკოლა იღებს მონაწილეობას, რომ წარადგინო რა გამოცდილება შეიძლება ამ 2 წელიწადის განმავლობაში. დავით ანუ დავუღებ მართლა ვათანებდი ღამეებს 5 საათზე მივდიოდი სახლში 2 თვის მანძილზე არ მიძინია ძალიან ბევრი შრომის შედეგად ამირჩიეს მე ერთ-ერთ გამარჯვებულად სკოლიდან, რომელიც იყო სულ სამმა გაიმარჯვა. სამმა გაიმარჯვა მთელი სკოლიდან. სულ სამმა გაიმარჯვა. ძალიან მორიდებული იყო ეს გიორგი. უზარმაზარი სკოლა არა უზარმაზარი სკოლა, მაგრამ ცოტა იცი რა მქონდა დამნაშავე გამარჯვებულის დამნაშავის იმას ვცნობდი. დამნაშავეთ ვიქცა, იმიტომ რომ სხვა ადამიანებიც ზუსტად იგივენაირად იშრომეს, რამდენიც მე ვიშრომე. მაგრამ დაინახე ზუსტად შენში ის ნიჭი, რომელსაც ყველას არ აქვს. Sasha, შენ 10 წელია უკვე ცხოვრობ ნიუ-იორკში. მომიყევია შენი ეს 10 წლის განვლილგზა. არასოდეს დამოვიწყდება, ჩემი პირველი სამსახური იყო, ჩემი დიდი კარიერის მერე. ფეხსაცმლის მაღაზიაში მუშაობდი, იმიტომ რომ 5 დღის ჩამოსული ვიყავი. თან როგორი მაღაზია იცი, აი იმ დღესაც მე და შენ რო გავიარეთ მეხუთე ავენიუზე მაღაზიას რო აწერია რომ ვიკეტებით. ნუ 10 წელია იკეტებიან და ვერ დაიკეტნენ ვერასდროს. და ფეხსაცმელების მერე რა მოხდა? ფეხსაცმლიდან გადავედი აბსოლუტურ სხვა რაღაცაში, მოხდა პანდემია. და მე და ჩემი მეგობარმა ანა ნოკობერიძემ გავაკეთეთ მაგ პერიოდში კომპანია PlaySpace რომელიც აკეთებს ინტერიერ დიზაინს და ორგანაიზინგს აქ. და მე მგონი შენი პროფესია. მე მგონი არა, ნამდვილი პროფესია. ეგ ძალიან სირცხვილია, მე არ მიყვარს მაგის თქმა, მაგრამ ორი პროფესია მაქვს, ორივე ინტერიერი და არქიტექტურა. და ნუ როგორც მოხდა, ისე დაუბრუნდი მაგას, მაგრამ სამწუხაროდ პანდემია მოიტანა თავისი და მე მგონი არა მარტო ამერიკაში, ნუ რა თქმა უნდა მასშტაბურად მოიტანა ეგ აბსოლუტური კოშმარი. არასოდეს დამოვიწყდება Times Square-ზე გასული რო ვიყავი და აი სარიელი Times Square-ი. კაცი შვილი რო არის. ხო, საშინელი. აი იყო, აი მართლა წარმოუდგენელი კოშმარი. და ფეიდანოვა ისწავლის იმუშავე. ხო და კომპანია რო გავაკეთეთ ამ პანდემიის დროს მოიტანა ეს რაღაც სიჩუმე, დუხჭირი, არაფერი არ ხდებოდა, იმიტომ რომ ხალხი ვერ ხდებოდა რა გველის. და დამირეკა ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც დიდი ხანია არ დავასახელებ, ვისთან მუშაობს ასისტენტად. მითხრა რომ მსახიობი ქალბატონი არისო, ძალიან ცნობილია ამერიკაშიო და უნდა შენთან ინტერვიუ. ინტერვიუ, ესე იგი ეს არის ინტერვიუის სამსახურის. Job interview. მივედი. და მაყურებლებო, თუ ვინმეს გახსოვთ, ეშმაკი ატარებს პრადას. რამდენი წელი იყავი ამ სიტუაციაში? ეშმაკთან ვიყავი 1 წელი, მაგრამ მთლიანი სამსახური იყო თითქმის 3 წელი. და აი ეშმაკის მერე უცებ გახდა სხვანაირი. მერე უკვე მეგობრები გავხდით. მადლობა რომ შენ გემოვნება სასწავლის საქართველოს დღეს ჯერაც კიდევ. არა, მაგ გემოვნებაც არა, მაგრამ უბრალოდ გემოვნებიანად რომ ჩავიცოთ ბიუჯეტურად და მადლობა ნავნეს ამისთვის და ნავნეც რა თქმა უნდა მონაწილეობს აი ამ სიუჟეტების ესეთ
სპონსორობაში. მადლობა ნავნეს. დიდი მადლობა, ასე რომ გემშვიდობებით. მადლობა საშა. მადლობა შენ. ნიუ-იორკი არ ვიცი, მაგრამ საშა ისე მომენატრა. ძალიან ბევრი წელი არ მინახავს. კარგი ფოტო მაქვს გადაღებული და ნუ გარეკანზე ჟურნალში საქართველოს ეს არის საშა. ძალიან მაგარი ბიჭია. აი ბევრი წლებია მეგობრობთ საშასთან, მაგრამ ჩემ და ეს ისეთი აი რო ჩავედი, აი თითქოს დრო არ გასულა და ისევ საშა ძალიან მოგუნათყვია, მადლობა. იმიტომ რომ მართლა საოცრად ნიჭიერი ადამიანია და ისე მეხმარება ხოლმე რო ჩავდი რაღაცის გადაღება რომ და მაინც კამერით ხელში მხდება ხოლმე. თან მიყვარს მისი იუმორი და მისი ხასიათი. ძალიან საყვარელი. ძალიან დიდი ხანი არიან ხო უკვე იქ? საშა უკვე 9 წელია იქ. 9 წელი, კაი დიდი ის არის. კი, დიდი ხანია იქ. კი და მეორე კიდე გიორგი ჯებისაშვილი, ეს არის, იყო ძალიან ცნობილი ფეშენისტა ჩვენთან და აი ფეშენ იმაზე მოდის კვირაულებზე რომ შემოდიოდა ხოლმე, სულ მაინტერესებდა ეს ბიჭი, აი ის აი ნიჭიერების ის რაღაცა ხო არის, აი პატარა, მაგრამ ძალიან ნიჭიერი შემოდიოდა და აი ესე მიხარია რომ ისეთ ძალიან ნიჭიერი დიზაინერი გვეყოლება საქართველოს. და სად არის? და სად და როგორ გამოსილებას ღებულობს ზუსტად იქ და ნუ არა მე თან კიდე შევხვდი მაგას წინა ინტერვიუს აღებისთვის რომ ვიჯექით კაფეში რაღაცებზე ლაპარაკობდით შემთხვევით მოაკითხა მისმა პროფესორმა ესე იგი როგორ უყვართ წარმოიდგინე რომ მოაკითხა იცია რომ შანელში მუშაობს ბერდო გუდმანი არის ერთადერთი აი ყველაზე აი რასაც ქვია მაღალი კლასის უნივერმაღი ჩვენი სიტყვით რომ ვთქვათ და იციან რომ იქ მუშაობენ და მოაკითხა სანახავად მე თქვი ესე გაკითხავენ პროფესორები ბიჭო იმდენად უსაყვარლესი ადამიანია და იქ მომიყვა უბრალოდ მე კი გადავიღეს ყველაფერი მაგრამ რო თარგმნა ვეღარ ვასწრებდით დადებას და ესე პირი დავაღე და ვიყავი საოცრად ამაყი რომ აი ესეთი აი როგორ აქებდა რომ ეს რაღაც ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და მეც ძალიან გულშემატკივრობ მათ ორივეს მოკეთ და ის გამოვტოვე მაგრამ საშა ძალიან ცნობილ ფოტოგრაფთან იწყებს ახლა მუშაობას ჩემი ბიჭი არ თქვეწებიო მაგრამ მე წარმატება აი რო იქნება მე იქიდან გავაკეთებთ ერთ-ერთ რეპორტაჟს ისე საშა ჯერ კიდე ძალიან შავვნელი პერიოდი იყო თბილისში მენტალურად და ფიზიკურად და რაღაც სიგიჟეებს აკეთებდა ჯერ კიდე იმ დროს საშაზე დავბრუნდი ახლა და მინდა რომ შენ წარმატება გისურვო იმსახურებ ნამდვილად იმსახურებენ ორივე ესეთი მადლობა საოცარი ამ ორი ხო ვიცი რა არის იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი მე რომ ვიყავი ემიგრაციაში ძალიან ცოტა იყო მაშინ ემიგრაცია საქართველოსდან და მე ერთ პატარა ამბავი მინდა მოვყვე ახალი ჩასული ვარ ამერიკაში და მუშაობდი ჯერ ბევრჯერ მithქვია რომ დავიწყე მუშაობა ჯერ სანამ ვერსაჩესთან წავიდოდი მუშაობდი ერთ-ერთ რუსული რესტორანი იყო 56 ქუჩაზე და მე-5 ავენიუზე ძალიან ცნობილი ესეთი აი ეს მუზეუმი იყო ევროპის ნახატები ეკიდა და იქ მღეროდი უკრავდი რაღაცა ჰოსტესიც ვიყავი იმაშვებოდი და უცებ მეუბნებია რომ დღესო ძალიან დიდი ისა გვაქვს პარტიო საქართველოსდან ჩამოვიდაო ძალიან დიდი მაესტრო და ფილმეთკი და ჯაზ კახიძე და დამწვა ხო იცი და ჩემი ის იყო რა ქვია პედაგოგი ორკესტრობას მასწავლი და კონსერვატორიაში და მე ვიცი მაგისი განწყობა საერთოდ აი ის პირველი ის რო წავიდა ტალღა იმისი და რო შემოვიდა და დამინახა შენც აქ ახარო აი ესეთი სიტყვები აი ვიღა უნდა დარჩეს საქართველოში ყველა ნიჭიერი და ლამაზი ადამიანი თუ საქართველოსდან წავიდა ვიღა უნდა იყოს რას უშვებითო ქართულ გენოფონდსო ისე სხვათა შორის თქვენ ქალებმა მაშინ ფეხზე დააყენეთ ჩვენი ქვეყანა თქვენი შემოსული თანხებით იდგა ჩვენი ეკონომიკა 90-90 მართლა გეუბნები ესე ცოტა ისე მოქმედა მე ჯანსაღის ესეთმა სიტყვება მე მეორე დღეს დამპატეჟა მის კარნეგი ჰოლში მე-5 სიმფონია იდირიჟორა იმაზე რა ქვია სცენაზე და ეს იდგა რაღაცა მეფისტოფელი ისეთი პერფორმანსი დადგა რომ მაკარაიანი მაშინ ცოცხალი იყო ფეხზე ადგომით აი ესე უკრავდა ტაშ და საოცრად ამაყი ვიყავი რომ მე მართლა რაღაცა განსხვავება გვაქვს ჩვენ რაღაცა სხვა
აი ეს იდენტურობა გაქვს, რომელიც არასოდეს იმპერიები გაქვს რა, აღიგავა დედამიწიდან და ჩვენ ამდენი საუკუნე ხომ მოვდივართ, ხან ცოტა დიდი ვართ, ხან ცოტა პატარა. განსაკუთრებულობა ყოველთვის თან დევს ჩვენ. და ყოველთვის აი ეს მანიჭებდა აი იმ განსხვავებულობას ამერიკაში, ზუსტად მანჰეტენზე, რაც მქონდა ეს ჩემი ქართული და ყოველთვის ვამაყობ ამას და რა თქმა უნდა არ ვინანობ რომ დავბრუნდი, რა თქმა უნდა. ხო მართლა, რატო დავბრუნდი? ყველაფერს თავისი დრო აქვს, იმიტომ რომ ნუ გავთხოვდი და რო იტყვიან. ხო, მაგრამ ეს დღეები რატომ იყო რაღაცა კიდე სხვა პრობლემებიც, ახლა ესეთი ცოტა პოლიტიკური, მაგრამ არ მინდა ამიტომ კი არ წამოვიწყე სამი ადამიანი გავიცანი ასე ვთქვათ, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს უკვე ბევრი წელია და ბოლოს კითხვა დაუსვეს ესეთი საქართველო თუ ამერიკა და დაუფიქრებლად სამივემ ამერიკა, იმიტომ რომ ამერიკაში მე ჩამოვყალიბდი აქ, ნახე, ვთქვათ, ჩემი თავი ვიპოვეო, აქ პირველად დავიწყე ჩემით რაღაცის კეთება, რის საშუალებაც არ მქონდა ალბათ, იმიტომ კი არა რომ საქართველო ცუდია, აქ სხვა მარცხები გვაქვს. მასშტაბი არა, ოჯახის ყურადღებას აქცევს. ნუ მაგიტო ამერიკა ეგა პროფესიული კუთხით არის ამერიკა თორე. არ თქვა რის გამო და ამიტომ ვერ გაიგებთ რას ვამბობ. აქ შეიძლება რაღაცა ვერ გააკეთო, იმიტომ რომ გავლენა გქონდეს თქვათ ოჯახის, სოციუმის და ბოლომდე ვერ გაშალო ფრთა. და იქ როდესაც თავისუფალი ხარ ამ პასუხისგებლობისგან, აქაც ცუც არ გააკეთებდა არც ერთი, მაგრამ ამიტომ ისინი ამერიკას თვლიან თავის ამშობლოდ და ეს ძალიან უცნაური იყო ჩემთვის. მეც რო ვცხოვრობდი, მეც ესე ვთვლიდი, მაგრამ ნახე რომ ჩამოვედი, მე მივხვდი კიდე რომ კარგი ვქენი. იმიტომ რომ მე ყოველთვის ვარ რისი მომხრე, იცი ნანიკო, აი ამდენი გამოცდილების მერე რომ კარგია იქ. რაღაც გამოცდილება, შენი თავი სხვანაირი შენი თავი იპოვა. აი ხო. აი სხვანაირად გაძლიერდე, თვით დაჯერებულობა შეიძინა და ის შენი ცოდნა და გამოცდილება ჩვენ საქართველოს ხო უნდა გავზარდოთ და ხო უნდა გავხადოთ ისეთები, როგორიც აი ჩვენ ვართ, გვინდა რომ ჩვენნაირი იყოს ყველა, ხო? აი ჩვენნაირი ახლა ცოტა ესეთი მითი გამომივიდა, მაგრამ აი ეს გამოცდილება, ის თავდაჯერებულობა კონდეს ყველას და ეს გაძლევს იქაური კულტურასთან მაინც გონია რომ გაძლევს ეს ყველაფერი, გაძლევს ის რომ სრულიად მარტო ხარ უცხო ქვეყანაში და სრულიად მარტო გიწევს ყველაფრის ნოლიდან დაწყება. ანუ აქ მარტო ამერიკაზე კი არ არის, მარტოობაზე და შენი თავის აღმოჩენაზე. და ნავნე არ გაგვექცეს სადმე. ვაიმე ხო, აი მამ ჩამოვედი და ესეც საოცარ მე ხო იცი რა მაყენებს ყველაზე კაი ხასიათი. პანსაცმელი? არა, ეს ხოლმე წარგვიდგინე, იმიტომ რომ რაღაცას ნავნეში რა თქმა უნდა არის განახლება. ჩემო კარგებო და ამჯერად მამაკაცის სამოსი არის ძალიან მაგარი. ძალიან როგორ გითხრათ, ყველაფერი არის ძალიან ხარისხიანი. და მამაკაცები სულ ისინი გაქვთ ხოლმე უკმაყოფილება ხარ და რატო მარტო ქალის მოგაქვს, არ ეხლა ისეთი კარგი განახლება საზაფხულოდ თუ გინდათ მამაკაცებო გქონდეთ, ნახეთ ასეთი ტილოს, ესეთი შემოსაცმელი პიჯაკები, ნახეთ როგორი ხარისხია. სხვათა შორის არის ზომები, ასე რომ იჩქარეთ. არის კიდე ესეთი ტილოს ორბორტიანი, ნახეთ. რა ლამაზია. ეს გოგონებად შეგვიძლია რა ვირგოთ. აი. მე ყველაში ძალიან მიყვარს მამაკაცი ორბორტიანი პიჯაკი. მოვიზომე ყველა პიჯაკი და ძალიან თხელი, იმიტომ რომ ზაფხულში ხა მitmeters როცა ფორმალური შენი სამსახური გავალდებულებს რომ იყო ცოტა ფორმალური თან გრილად უკაცრავად და კიდევ გითვალი მან პიჯაკებს კაცის არის, მაგრამ ფაქტურა აქ ისეთი უთო არ ჭირდება. პირდაპირ გარეცხება. აი ეს პიჯაკი, აი ცოტა რო იწვიმებს გაზაფხულზე და ყველაფერს უხდება. ესეთი თხელი და ნახეთ როგორი ხარისხი. ჩემია რო იცოდეთ. კაი არ დაგასწრაფა ძალიან კარგი შარვლები, აი ესეთი კოტონის, რომელიც აი არ ვიცი, მართლა სასწაული ისინია, რა ქვია, ხარისხები. აი ესეც ნახეთ, აი ეს ფერი. და ეს შეგიძლიათ ააწყოთ როგორც აი ესეთი კოსტუმი, მაგალითად ესეთი casual, ესეთი ყოველდღიური თან ელეგანტური. შეგეთ მაისური და ზოგადად. მაისური ფათაშორის პუმა აქვს ახალი მიღებული, პუმას მაისურები და ნახეთ. რიტა პუმას მაისურები ძალიან კარგი. მე მაქვს პუმას მაისური ნავნესგან შარშან ნაყიდი და დედას გეფიცები. ღამე დილას შუა დღეს ოპერაში და ყველგან მაცვია და ზუსტად ისევე გამოვიყურება როგორც ჩა. რა იცი მაშინ გაწო.
რა შეეხება ქალბატონებს თან პლუზომა ქალბატონებო არის ულამაზესი ცისფერი ესეთი კოსტუმი არის ულამაზესი თეთრი კოსტუმი ნახეთ ამას აქ თავის შარვალი შეხედეთ ნახეთ თეთრები თაზაფულში როგორ მიყვარს თეთრები გიჟდები მეც მიყვარს აი ძალიან ნახეთ ეს პატარა ბოლერო თეთრი ოი რა ლამაზი ტილოსთან და ძალიან ლამაზი იცით რომ აი ეს ბატისტის ეს მაქვალებიანი ქვედაბოლო ბლუზა ძალიან აქტუალურია გოგოებო შეიძინეთ გრილი ჰაეროვანი ლამაზი და არასდროს არ გაზდის ამას მოდა და მით უმეტეს ესე თინეიჯერების ეს ნახეს ვარდისფერი და წითელი შეხედა. ყველაზე მიყვარს ეს კომბინაცია. ძალიან მიყვარს მე ვარდისფერი და წითელი ესეთი კოტონის ხო, მაგრამ სხეული უნდა კონდეს უზადო ეს რო ჩამოიცვა. რატომაც არა. ანუ ახალგაზრდობა არის უზადოობა. მე არა. ნახეთ როგორი ჰაეროვანი ტილოს რაფერის სარაფანი. ნახეთ რა ლამაზია. ულამაზესი. ულამაზია. და ძალიან მომწონს აი უსახელო ტრენჩი. ნახეთ, აი ეს ესეთი დიდი ჯინსები, უსახელო ტრენჩი და შიგნით უბრალოდ თეთრი მაისური. რა ლამაზია წყობა. ძალიან კაია. აი ფანტასტიკა. აი ჩვეულებრივი ფეხზე ჩაიცვის სანდლები და იყავი ძალიან ბედნიერი. თან ეს თვითონ გაძლევს სტილს უკვე. ტრენჩი ხო ჩემი საყვარელი ის არის რა ქვია ტანისამოსი ნაწილი ხო ტანისამოსი გარდერობში იმიტომ რომ ყოველთვის გაძლევს რაღაცა სტილის შეგრძნებას და მით უმეტეს ეს წამოვიდა ძალიან ესეთი უსახელო მაისურზე მოსაცმელი ეს ტრენჩის ჟილეტი რომ დავინახე გადავიდე მაისურის გარშეც არის კი ბატონო აი კიდე რა თქმა უნდა იცით რომ ზოლებიანი მაისურები რეყლებიანი მოგიხდება ძალიან ძიმა ზოლებიანი მაისურები ეს არის კლასიკა და ყოველთვის და ძალიან კარგი ხარისხის ნახეთ ესეთი პატარა გოგოები პატარა ტოპები ზოლებიანი ჯინსებზე და თანთეთრ შარვალზე ულამაზეს მოკლედ გაჩვენეთ კაცის ხო მაისურები მეთქი პერანგები კოტონი სასწაული ხარისხის აი მე პირადად ხმარობ აი მაგ მაისურებს მაგ სტილს გიშდები ახლა კაცის ისინი რა ქვია პერანგები და კაცის მაისურები ეს მე მკითხეთ მთელი ჩემი მეუღლის გარდერობი გამოზიდული მაქვს მოკლედ გაზაფხული დაიწყო გაზაფხული დამთავრდა უბრალოდ იწყება ძალიან მალე ზაფხული და კოლექციას განახლებული ნავნაში როგორც ყოველთვის გვანები ვრევს გამახსენდა კი არა და უნდა მეთქვა გილოცავ შვილის აუ მე კიდე ვეღებოდი ბოლოს ისე გამეხარდა რომ მე და სალომეს თურმე ერთ დღეს გაგვიჩენია შვილები დღეს ჩემი შვილის დაბადებია ხო კი და გილოცავ ბედნიერი იყო მივდივარ ახლა მარწყვის ტორტი მაქვს გამოსაცხობი არა ბისკვიტი გავაკეთე ხა კრემი შეხარ სტერეოტიპი ხო გაგიჭირდება ახლა დედოფალი ასე ჩამოფრინდა ნიუ-იორკიდან გამოწყობილი მოვიდა ახლა წავა ქალამლებს ამოიცმევს და აზელსონებს ტორტებს ხო ხაჭაპური გემრია გამოაცხადა ტყემალიმა გასაკეთებული აჰა ტყემალის გასაკეთებული ტყემალი და კაი კარტოფილი აი დრომოდის კარგი მადლობა მოკლედ კარგი დღე გვაგზავნა განსაკუთრებული ჩვენთვის მეც ვიტყვი ორ სიტყვას ეს გილოცავ უოსად ქვეშვილებს დაბადების დღეს ათქონა თქვენც გილოცავ და მე ხა სულ ცოტა ხანში დაახლოებით 6 წუთში ისევ დავბრუნდები სხვა დეკორაციი და ალექსანდრე იაშვილი იქნება ჩვენი სტუმარი და ვისაუბრებთ ლეგენდების თამაშზე რონალდინიოს პერფორმანსებზე და რა თქმა უნდა ხვიჩაზე და ჩვენ ქართულ ფეხბურთელებზე რომელთაც საფრანგეთის ჩემპიონატში ძალიან ბევრი გოლი გაიტანეს ამ სეზონში რო შევაჯამეთ მადლობა ყურადღებისთვის ცოტა ხანში მე დაგიბრუნდები მაგ ყველაფერზე ბაძაშთან ერთად ილაპარაკე რონალდინიოს გულები მიგზავნა შაბათამდე გესწრებით ნახვამდის აბა შაბათამდე